გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კესო გველესიან და დღეს ჩემი დიდი სტუმარი იქნება გიგი დედალამაზიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. აი დედალამაზიშვილი რო გქვია? გქვია მეთქი გვარი გაქვს? ხო. რა შენ დედალამაზია თუ რა? ბიჭო, მე მაგრამ მოვწე. ხარ შენს კი ჩემი ლამაზია. მაგიტო. აბა რა, დედჩემი რო დაინახეს, რაგვარი იყოსო და ეგრევე დედალამაზიშვილიო რა. აი, ეხა ბავშვობაზე უნდა გკითხო. მიდი გამოუშვი. ბავშვობაში სიმღერა გიყვარდა? ისე რა. არა, სიმღერა კი მიყვარდა. 5 წლის ვიყავი რომ დავიწყო სიმღერა და ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ ჩემი ოჯახში ყველა მღერის და ყველა მუსიკოსი არის და ბავშვობიდან ანუ სიმღერა იყო სულ ჩვენ ოჯახში და 5 წლის ანუ გვიანი ითვლებოდა რომ გვიანი იყო სიმღერის დაწყება, ნუ. შემღერი? კი. კი. მიყვარს სიმღერა? მე დავიწყე 5 წლიდან და ძალიან გავუხარდათ. მიყვარდა, კი, მიყვარდა. ბავშვობაში ისი გიშინოდა ყველაზე მეტად? ძალიან პატარა რო ვიყავი ხოლმე, რაღაც თანაი დილბურანში მესიზმრებოდა ხოლმე თუ რაღაცაი ვირთო ვიღაცა ქალი შემოდიოდა, რაღაცნაირი ბოროტი ქალი იყო ძალიან და არ მაძინებდა ხოლმე. მაგრამ მე როცა დაუძახებდი ხოლმე უფროსებს და ვეუბნებოდი რომ ეს ქალი გააგდეს, რა თქმა უნდა ეს ის ქალი არ არსებობდა, მე ვხედავდი რაღაც მელანდებოდა, მაგრამ მე რო შემოდიოდა რომ ეტყოდა ქალო გადიო აქედანო, მე გადიოდა ხოლმე. აი მაგ ქალის მეშინოდა მაგრად. ავთან სიზმარში რო იყო. ხო. მე კიდე ძალიან უცნაური ის მქონდა, ბაბუა ჩემი მიყებოდა რომ პატარა რო იყავიო ძალიანო, ღამე გეღვიძებოდა კოშმარები გესწრებოდაო რა. და ერთი კოშმარი მესწრებოდა თურმე ძალიან დიდი ხანი და ძალიან სასაცილო კოშმარი იყო ეს თურმე. რომ მე ვკითხებოდნენ რომ რა იყო რა გესიზრებაო, ვეუბნებოდი რომ ვიღაც კაცი მომზადოს თქო ვაშლით თქო რა და მეუბნება შეჭამეო რა. მე როგორ შეჭამეო და არა ის ვაში რო შეჭამო რაღაც მომივაო და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი თურმე. მე არ მახსოვს. მიყვარს ვაშლი. ისე რა, პატუსავწე. არა და ძალიან კაი ხილია ყველა ამბობს რომ ვაშლი რაც შეიძლება ვაშლს შეჭამ, მით მეტი იცხოვრებ და რაღაცეები და კარგიაო, მაგრამ ბანანი თუ გიყვარ? ბანანი ახლა ისე არა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა და ძალიან იშვიათი იყო ჩემ ბავშვობაში. ძვირი. მართლა გეუბნები ეგრე ის იყო რა, ყველა ეს ბანანს კი ვერ ყიდულობდა კაცო ყველა. ძვირი. მე ჩემთვის ბანანი იყო, აი ბანანი იყო რაღაცა და ნუ ეხლა ნუ ბანანია რა. ნორმალურად. ხილი სხვადასხვა ძალიან გიყვარ შენ ხილი? მე რაღაცა ძალიან ისეთი დამოკიდებული ვარ და კაია რომ ჭამო, მაგრამ მე იშვიათად ჭამ ხოლმე ხილს. ატამი მიყვარს, ატამი არის ძალიან გემრიელი. მე გუში მწამე 3 ატამი. მართლა კაი ატამი იყო? თუ ვაშლატამ არ ვიცი. ხო, ნუ ვაშლატამა ცოტა ისეთია რა. წითელი არის უფრო და უფრო მკვრივია. მკვრივია? მე შეგააჩნი ატამს და ვაშლატამას. ვაშლატამაც მიყვარს. ვაშლატამაც ძალიან მაგარია. რავი, ატამი ცოტა ის არ ბილისავით რა. ხო და ეს ბუსუსები აქვს ატამს რა. მე ვაშლატამას ბუსუსები არა. ეს ბუსუსები არ მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში. რაო ატამი მომინდა. მოგიდანთ. აქ ბაზარი ვაკ და ო, კაი ბაზარია? მიყვარს ბაზრები რა. ბაზარი არის ძალიან კაი რაღაცა. ჩემ უბანში აღარ არის ბაზარი და სუპერმარკეტებში ყიდულობთ ხოლმე და რაღაცეებში და ეგ არ მომწონს, აი ის მომწონდა ადრე. ბაზარი რო იყო შედიოდი და მე ევაჭრებოდი რაღაცეებს. ბავშვობაში შენი ოცნება რა იყო? არ მქონდა იცი ოცნება. ერთი დღე მომინდა ფეხბურთელობა, ერთი დღე მინდოდა ზუსტად მახსოვს. ბურთით დავიძინე და აი მე დიდი ფეხბურთელი უნდა გავხდე თქო. ბურთი. აბა, ბურთით დავიძინე და მაჩუქესის ბურთი და მახსოვს რომ ძალიან იმდენად მიყვარდა რომ ხელიდან არ გაუშვი და იმ ბურთით მეძინა და ისე ოცნებები არ მქონდა ბავშვობაში, რატო არ ვიცი. ძალიან რაღაცნაირად მორიდებული ბავშვი ვიყავი ყველაფერში რა. ოცნებებიც კი მორიდებული, ჰა? გაიღვიძე და სად იყო? რა ლოგინში იქვე რა. შენ თავს რო შეხვდე 8 წლის ასაკში, რას კითხოდა და შენ რას ეტყოდი? მე ვეტყოდი რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ ინერვიულოს. და რატო იცი? იმიტომ რომ ნუ კი იმას ეგ მითხრა. რაც არ უნდა მოხდეს ვინ? ნუ კი იმას ეგ მითხრა. ო, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მაინც ასე თუ ისე ყველაფერი კარგად არის რა. ანუ მე ასე ახლა ასე უყურებ, მაგრამ 8 წელს რო ვიყავი და ცოტა მერე ძალიან ბევრს ნერვიულობდი ის რაღაცებზე, რადგან არ ღირდა უბრალოდ ნერვიულობა რა. ღელვა ნერვიულობა და პანიკა და ასე შემდეგ და. ვეტყოდი რომ
ნაკლები ნერვიულოს. და ეგრევე თეატრალურში ჩააბაროს, მაგას ვეთქვი. იმიტომ რომ ჯერ სხვა იურისპრუდენციაზე ჩავაბარე 2 წელი ვსწავლობდი და მე მომიდა მსახიობობა და მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში, ხა უკვე უნივერსიტეტია. ხო და ვეთყოდი რომ ეგრევე თეატრალურში ჩააბაროს. იმიტომ რომ იურისტი ჩემგან არ გამოვა. ის ეს გეტყოდა. რატოს რო ვიყავი ძალიან მინდოდა ეს სპორტული ცხოვრება, ხო და მე არ უცხოვრე სპორტულად და მაგაზე საყოველთაოდ მეტყოდა. ეხლა მე მაქვს თამაში, რა ვითამაშები? და ეხლა ვითამაშებ თამაშს. სიამოვნებთ. ამას ქვია ემოციების ბორბალი. ემოციებს გეტყვი და ერთი ისტორია გაიხსენე. კარგი. სევდა. აი ბებია ჩემი რო გარდაიცვალა რა. ყველაზე დიდი შოკი ეგ იყო ჩემთვის. ძალიან მიყვარდა და ბებიაც ბაბუაც ორივე და მე ძალიან ისე რთულად გადავიტანე. ბრაზი. ო ბრაზი იმდენი მაქვს რომ. მაქედან ერთ-ერთია. ერთ-ერთი? რომელიც შემოგეწონება. ნუ ჩემ თავზე ბრაზობ ხოლმე ძირითადად რა. რაღაცა რო ვერ გავაკეთე ისე როგორც უნდა გამეკეთებინა. რა მაგ ისტორიას ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისტორია მაქვს. რამეს ანუ რო ვერ ვაკეთებაურად? რატო ვერ ვაკეთებ? ან რაღაცა ხო შეიძლება? ანუ რო ვთამაშობ თამაშს, აი რაღაცა თამაშს. ანუ ნებისმიერ თამაშს. რა ვიცი, ვერ გავაკეთე და წავაგე. ხო, მე ბავშვობაში ძალიან მწყინდა ეგ ამბავი რა. იცი რებს ვაკეთებდი? ო. აი ერთხელ მახსოვს მე და ჩემი ვიყავით ვისვენებდით კიკეთში და ბადმინტონის ვეთამაშებოდით 2-2-ზე და წავაგეთ და ისე გავბრაზდით და ისე გავბრაზდით გეგონება ის ოლიმპიური მედალი წავაგეთ თუ რაღაცა არ ვიცი. ეხლა მაგალითად ბრაზი ხო გამახსენდა ძალიან გავბრაზდი მაშინ. და მაინც მაგაზე რატო? მე წაგება არ მიყვარდა ბავშვობაში. არც მე არ მიყვარს წაგება. ზოგჯერ წაგება უფრო მაგარია ხოლმე ვიდრე მოგება. გააჩნი არაზე. მოგება უფრო უინტერესოა ვიდრე წაგება, იმიტომ რომ წაგებაში შეიძლება ბევრი რაღაცა ისწავლო ცხოვრებაში. ბევრად მეტი ისწავლო წაგების დროს. ეხლა სულ თუ აგებ და ეხლა ლუზერი ხარ. ეგეც არ არის ცუდი პრინციპში. მე შეიძლება კაი სიმღერები დაწერო, ან წიგნი დაწერო, ან რაღაცა გააკეთო. ამიტომ ყოველთვის წაგება ძალიან დიდი მასწავლებელი არის ცხოვრებაში. აი 8 წელსაც მაგას ვეთყოდი, რომ რაც წააგებ ცხოვრებაში მაგაზეც ძალიან არის ნერვიულო, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ისწავლი თქო. მონატრება. აი ბებიჩე ბაბუჩე მონატრება ყველაზე მაგრა რა. ყველაზე მაგარი ხალხი იყო და ძალიან მონატრებიან. თან პატარაც აღარა ვარ უკვე. დიდი ვარ 40 წლის ვარ, მაგრამ მაინც სულ მონატრება, რომ მონატრება ხოლმე რა პატარა ბავშვი ვარ, ეგრევე ხდები ის პატარა. რო გენატრებებს აკეთებ ხოლმე. არა, ვერც ვერაფერს. უბრალოდ ეს შეიძლება არ მეტყობა ხოლმე, მაგრამ შინაგანად მონატრება და იმას ვფიქრობ ხოლმე, რომ აი როგორი ბედნიერი და როგორი სხვანაირი და ლაღი ვიქნებოდი, ისენი რომ ისევ ცოცხლები იყვნენ და ერთად ვიყოთ რა. მაგარი იქნებოდა. და ვითვლი ხოლმე რამდენი წლისები იქნებოდა. ბავშვი იქნებოდა 96 წლის. არც ისეთი დიდია 96 ზოგი ცხოვრობს კაცო. აგერ ამერიკაში ხა მსახიობი არის, მე დამავიწყდა უცებ ნუ რო არ შემეშალოს. 100 წლის გახდა და კიდე თამაშობს ცეკვავს და ბღერის და ცეკვა. მართლა გეუბნები. კლიპშიც ითამაშა ხა Coldplay-ის კლიპში იცეკვა. 100 წლის არის წარმოიდგინე. 100 წლის. თუ რო შეხედავ, ჩაოლებრივად არის რა. მეც მინდა 100 წლის რო ვიყო და ეგეთი ვიყო. იქნები კაცო. შენ 100 წლის იქნები უკვე ისეთი ტექნოლოგიები იქნება, რომ თავში გზნობ როგორც 30 წლისა. იმედი. ძალიან მინდოდა მსახიობობა და სახლში ნუ უკვე რო სწავლობდი 2 კურსი დავამთავრე. ხო და მე უცებ მომინდა რომ ძალიან მინდოდა მსახიობი გამختارიყავი და ყველაფერი და მე ნუ ეჩემს მამაჩემს მეუბნებოდა რომ უკვე გაქვო პროფესიაო და ნუ არ გინდაო რა. და მე დედაჩემ დაურეკა მანაბერიკაშვილს დაურეკა დედაჩემ შენ პედაგოგს და უთხრა რომ ესეო იქნებაო გასიჯოთო. ხო და მე არ წარმოვიდგინე ეს არც ვიცი ანუ არაფერი ესე
უბრალოდ თეატრი მიყვარდა ძალიან და არც ბავშვობაში არც თეატრალური სტუდიები რო არის რაღაცა მან არ დავდიოდი რა. საერთოდ ესე არ მითამაშია ცხოვრებაში, მაშინ არაფერი არ მქონდა თამაშები და ქალბატონო მანამ უთხრა დედაჩემს რომ ერთი ლექსი მოამზადოსო და მოვიდესო. ხო და მიველის მე დედაჩემი და წავუკითხე ლექსი რაღაც დავალებები მომცა და მე თქვა რომ ამ ბიჭისგან შეიძლება რაღაც გამოვიდესო და მაშინ მომეცა იმედი რომ შეიძლება და ჩემი ცხოვრება სულ სხვა კუთხით წასულიყო და ასეც მოხდა. იმიტომ რომ რო არ ამსახიობობა მე არც იმერას დავიწყებდი და არც არაფერი არ იქნებოდა. ეგ ლექსი გახსოვს რაც მოყევი? კი, არასდროს არ დამოვიწყდება ეგ ლექსი, ეს არის მუხრან მაჭავარიანის უსათაუროა მე მგონი ესე იწყება ტა რანაირად ღვინავს არაგვი. ხო, ხმელიც როგორი ხეთქება ზღვა. სხვის იმისაბაჯი რამ ჭირს თუ არა კი, სხვის იმისაბაჯი რამ ჭირს თუ არა რა. სასწაული პოეტი იყო მუხრან მაჭავარიანი. იცი მაგის ლექსები? ჯერ პატარა ხარ, ჯერ არ გეცოდი. მე ნელა ისწავლე. მგონი დედაჩემ იცოდა, არ ვიცი. შეყვებოდი მაგ ლექსს? მართლა? რანაირად ღვინავს არაგვი. ხო, ხმელეთ როგორი ხეთქება ზღვა. არა, სხვის იმისაბაძი რამ ჭირს თუ არა კი? სხვა რაცა მე შენ მომატრის. მე მიბაძა სხვას? მე პატრონმა ამისთან ზღვის. მე პატრონმა ამისთანაცის. თუ ღმერთი გწამს თუ კაცი ხარ, სხვას მიბაძო ვის? რა გინდა რომ აქ არ იყოს ენა იტყვის რას? სიტყვა გინდა? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა. მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი. არა, სხვის მისაბაძი რამ ჭირს თუ არა კი? სიყვარული. აი ჩემი ცალო გავიცანი პირველი დღე ჩვენი შეხვედრის სიყვარულის დღესთან მაგი ასოცირდება და სიყვარულის გზნობასთან. იყო კიევში 2010 წელს 5 დეკემბერს ეგეც მახსოვს. ძალიან არ დამოვიწყდება ეგ დღეც არასდროს. ეხლა სანამ სიმღერას ლაპარაკს დავიწყებთ. შეიძლება ერთი სიმღერა ვიმღერავთ. კი, აბარა. გიტარაზე თუ დავკრავ. აბა, აბარას ვიზო. საქართველოს იყოს და მე ბოლოში გამოვიდა. კი ბატონო. თუ გინდა გამომყევი, თუ გინდა გამიშვი, გზად თუნდაც წავიმღერო, ვეცადოთ რა გვიშლის, ბევრი მაქვს მოსაყოლი, პატარა ამბავი, ხალისი წამოიღე, სიტბოგი აქ არის ეს საქართველოა, 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 წარსულის გებაშია, აწყვაზე გამართი იმედით მომავლისა აწასე მარადის დარჩება ისტორიას სევდით ახალისით, გზა და გზა იარები გაქრება თავისი ეს საქართველოა, 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 საქართველოა,
მადლობა. სიმღერას რო წერ მაინც და მაინც სერიოზული უნდა იყო? ყველაზე ნაკლები რაც უნდა იყო, ალბათ უნდა იყოს სერიოზული სიმღერის წერის დროს რა. უნდა იყო არასერიოზული ალბათ არის. იცი რა არის? უნდა იყო ძალიან რაღაცა უნდა გრძნობდე რა და როცა რაღაცას გრძნობ და როცა რაღაცა შენს შიგნით რაღაცა დუხს მაშინ სერიოზული ალბათ არ ახარ რა. სერიოზული ხარ რაღაც მოტივირებული, აღფრთოვანებული, რაღაცნაირი მისტიკური, შეიძლება მოწყენილი იყო, ნაღვლიანი იყო, სევდიანი იყო, შეიძლება პირიქით აღტაცებული იყო. სერიოზული არ ხარ მაგ დროს რა, იმიტომ რომ სერიოზულობა ცოტა ისეთი მდგომარეობა ადამიანის რა. არა შემოქმედებითი მე მგონი. ესე რო აკეთებდი. ესე ვაკეთებ, აბა. ბავშვობაში მშურდა ხოლმე ინდური ფილმები, შენ ამბობთ არ გეცოდინება ინდური ფილმები, ხო? ცალკე კასტა არის ეგეთი კატეგორია არის ინდური ფილმების და აბა. ხო და იქ ცეკვავდნენ სულ რა და სულ ცეკვავდნენ და სულ მღერიან იქ და ძირთადად უფრო ქალები აკეთებენ და გოგონები ესე თავს ესე შვებოდნენ. და მე რო ვაკეთებ, შენ აკეთებ სხვათა შორის და ძალიან მშურდა ხოლმე იმ ადამიანების, ვინც თავს ესე აკეთებდა, აი კისერს რაღაცნაირად რა და მე არ გამომიყვანე. ესე ხო იცი ესე. ესკენი. ესე მე? და თან გადაიწიე. მე გამომდის თურმე? ხოჩახ. შენ როგორ ხასიათზე გიყვარს წერა სიმღერის? რა მე ბოლო წლებია ესე არ ვждები ხოლმე სპეციალურად სიმღერის საწერად. უფრო რაღაცა აი ბრაზები მომდის ხოლმე ისეთ დროს როცა საერთოდ არ ველოდები და ძალიან კაია რომ ჩემ ტელეფონში როგორც ალბათ ყველა ტელეფონში უკვე არსებობს დიქტოფონი და ესე ვინიშნავ ხოლმე რაღაცებს რა. რაღაცებს ვღერი ხოლმე და ჩავინიშნავ და მე უკვე როცა დრო მოვა გიტარას ავიღებ და თუ ვარგა უკრავ ხოლმე. ანუ უფრო ეგრევე წერ სიმღერებს ვიდრე ესე აი ესე არ ვждები ხოლმე რა გიტარით ხელში და ესე არ შვები. კაი, მე ვიცი რომ შენ თქვი სევდას ვიხსენებო და ისევ წერო სიმღერას. ხო, ეგ ანუ რაღაც რომ მოხდება ჩემს ცხოვრებაში იმ მომენტში არ წერ ხოლმე არაფერს რა. აი მე უბრალოდ ის ემოცია რაც მახსოვს. მე რაღაც პერიოდის მერე რაღაცნაირად თავს იჩენს ხოლმე და მე უკვე წერ სიმღერას. აქ მაქვს ახლა მეორე თამაში და ვითამაშოთ. ვითამაშოთ. ეხლა მე ჩამოგითვლი შენ რო დაწერე სიმღერები და უნდა გკითხო რაღაც. კი ბატონო. დამისხი დამალევინე. როგორ დაიწერა? დაწერე. ძალიან ისეთი სახალისო ისტორია არის. ვანო ჯავახიშვილის შოუ არის ეგეთი, იცი ეგეთი გადაცემა? ნუ არის ეგეთი გადაცემა და მაშინაც იყო ეს არის 2012 წელი და ვანო შემხვდა მაღაზიაში. და მითხრა რომ 4 შაბათი დღე იყო და მითხრა რომ ზეგო ერთი მუსიკალური სტუმარი უნდა მოსულიყო და ვეღარ მოდისო. და რამე სიმღერა ხო არ გაქვს ახალიო და თანო დავაპრემიერებთ ამ სიმღერასო და თანო მოხაო და კი მერტი მოვატყუე რა. არ ვაფშე არ მქონდა სიმღერა, ნუ. წავედი ბიჭებთან, მოთხარი ბიჭებო რაღაც უნდა ვქონათ თქო და ეგ მელოდია იყო რა. და ეგანა. მელოდია იყო, უბრალოდ ტექსტი არ მქონდა. და რა ვქნათ და გადავშალე ვაჟებ-შაველას დიდი კრებული. აბა ეს ლექსი არა, ეს არა და მოვიდა დამისხი დამალევინე და იმღერებოდა ჩვეულებრივად და მივედით და ესე მოხდა მაქსიმღერის ისტორია. ანუ გადაშალე და მელოდიას მოვარგე სიმღერა და ეგ იყო რა. ბოლო გვერდზე იყო თუ სადღაც შუაში იყო სადღაც. ანუ გადაშალე ერთი 100 ლექსი მანამდე წავიკითხე კი. და ვარგებდი ამ ლექსებს, მაგრამ გავარტყი. რა ემოცია გქონდა მაგ დროს? ემოცია მქონდა ის რომ მინდოდა მომესწრო.
მინდა და მომესწრე, იმიტომ რომ შეპირებული ვიყავი ვანოზე და ძალიან უხერხულად და ცუდად გამოვიდოდა ეხლა რომ არ მივსულიყავი. რაც არასოდეს არ მოგიყოლია ამ სიმღერაზე. ეს ისტორია. ებნი. ესე პოდკასტში არსად არ მომიყოლია. ანუ ეგ არის რაც ანუ ეგ არის. აი ახ არის ჩვენი ამბავი. ძალიან უცებ დაიწერა ეგ სიმღერა, სხვათა შორის ჩემცოლს მიუძღვენი და დიდი ხანი არ მქონდა ნამღერი სიყვარულზე. რაღაცნაირად მომინდა რომ ჩემი ცოლისთვის მემღერა და რაც იშვიათად ხდება ხოლმე პრინციპში. ავიღე გიტარა და ძალიან მალე ანუ გამოიგონდა ეს სიმღერები? ო, ჯერ თავიდან მელოდია იწერება ხოლმე რა. ანუ გამდან ტარარანანანანანანანანა ჯერ ეგ დაიწერა. მე სტუდიაში რო შევედი ჩასაწერად ეს სიტყვა წამოვიდა რომ გამოვიდა და განდან გამოვიდა ნუ გამოვიდა მე უცებ ვა გამოვიდა დავტოვოთ და გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს ჩვენი ამბავი და ესე წავიდა და წავიდა. კაი. ეხა გეტყვი ანანკე. ვიცი შენ საყვარელი სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერა ხო. ანანკე ძალიან მიყვარს. ანანკე როგორ დაიწერა ანანკე იწერებოდა დიდი ხანი. დიდი ხანი იწერებოდა ანანკე და რაღაცნაირად მინდოდა ისეთი სიმღერა, რომელიც იქნებოდა იმაზე, რომ როცა ადამიანები ვიზრდებით, ბევრ ბავშვურ სილაღეს და მიამიტობას, არ ვიცი როგორ თქვა, რაღაცნაირად კარგავთ და ხვდებით ხოლმე მე სერიოზული ადამიანები და აი სერიოზული ადამიანები მე ბევრ არასერიოზულ და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც სხვას გულს ტკენს მაგალითად. და აი ამაზე გვინდოდა რომ რაღაცნაირად სიმღერა დაგვეწერა და თავარი ეს არ გავიზრდები და არ დაუბრძენდები. რაღაცა ეგ იყო და მე იყო მელოდია. ეს დანანანა რომელიც დავწერე, მახსოვს მოვასმენინე ბიჭებს, ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, მაგრამ რაღაცნაირად მივხვდით რომ რაღაცნაირად საინტერესო იყო და შემდეგ მიშა მეგრელიშვილი ჩვენი ჯგუფის წევრი, ჩვენი მეგობარი უყურებდა რაღაცებს კითხულობდა ბერძნული მითოლოგიიდან და ანანკე არის ქალღმერთი. ეს არის ბედისწერის და გარდაუვალობის ქალღმერთი და რაღაცნაირად გავაკეთეთ დიალოგი, ანუ უფრო მონოლოგი, რომელიც არის ანანკესთან იმაზე თუ როგორ არ გვინდა რომ გავიზარდოთ და დავბრძენდეთ. იმიტომ რომ სიბრძნე ძალიან სუბიექტურია და სიბრძნე როგორც თქვა სუბიექტური კი არა. ფუჭია ალბათ რა ბევრ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიბრძნე არ არსებობს. ესე გიგვიყვარს ხოლმე ადამიანებს რაღაც სიბრძნეები, მაგრამ ძალიან ბევრი სიბრძნე არსებობს, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამაზეა რა. ძალიან არეულად მოვყევი, მაგრამ იმედია რამეს გაიგებ. ან მაყურებელიც. რა ემოცია გქონდა მაგ დროს? აღტკინებული ვიყავი. ცოტა სევდიანი თან და ცოტა ისეთი აღტკინებული. რომელიც აი ემოციას ყველაზე მაგრად გამოხატავს მან ჭიპონი, ქართული ინსტრუმენტი, რომელიც უკრავს. ეს ჭიპონი თანამედროვე არ ქონდა არსად გამოყენებული და ბიჭებს ვეუბნებოდი რომ აი რაღაცა ისეთი მინდა მეთქი რომ აი ჭიპონი იყოს თქო და თან რომ არ უხდებოდეს თქო ამ მუსიკას თქო რა. რომ ისეთი კი არა რომ აი ლამაზე, სილამაზე არ მინდა რომ იყოს თქო. და მე მგონი ეგეთი რაღაცა გამოგვივიდა. იმიტომ რომ მან რაღაცნაირად ლამაზი ინსტრუმენტი და ლამაზად გაკეთებული შეიძლება ის ემოცია ვერ გამოეხატა, რომელი ემოციაც გვინდოდა რომ ჩაგვედოდა. აი ჭიპონმა რომელიც ცოტა აშლილია, ცოტა თავისას უბერავს, ასე ვთქვათ. მე მგონი ეს ემოცია წამოიღო. რაც არასდროს არ გიტყვია მაგ სიმღერაზე? გითხრა? ეს სიმღერის ჭიპონი რო გვინდოდა ბიჭები მეუნებოდნენ რომ არ ვარგებსო რა. არ მოუხდება ამ სიმღერასო ჭიპონიო და თან იმ მომენტში არც ვქონდა და არავინ არ უკრავდა ჩვენს ირგვლივ ესე ჭიპონზე და არ შეგვეძლო რაღაცნაირად რომ გვერეპეტიცია და რაღაცნაირად
და ავიღე ტელეფონი და ბიჭო აი მე უთხარი ჭიპონი თქო რა აი ავი ჭიპონი ჩავწერე YouTube-ზე ჭიპონი და პირველი ვიდეო რომელიც ამოვაგდო ჩავრთა დაუკარი და ეგ არის სიმღერაში ამიტომ ეს ამოვჭერით ხოთ შორის იმ კაცსაც მე მგონი გავაგებინეთ მადლობა გადაუხადეთ ოღონდ ის სხვა რამეს უკრავს უბრალოდ ამ მუსიკაში უკვე სხვანაირად სემპლი ავიღეთ ესე იგი ეგრეთ წოდებული სემპლი ქვია მაგას მუსიკაში ეგ არის არ მithkoms და ახლა ვამბობ და მადლობა იმ ადამიანს ბატმანი ბატმანი როგორ დაიწერა და თავიდან დაიწერა ეს ფანდურის სოლო და ეს რითმი დაც აი ამ რითმზე გვინდა და რაღაც გავგეკეთებინა და მე გვინდა და რაღაცნაირი სოციალური სიმღერა რო ყოფილიყო რა ადამიანების ცოტა ბავშვურად გამოვიდა საბოლოო ჯამში მაგრამ მთელი მუღამი ის იყო რომ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა გოლიათი იმედებით ანუ ყველა ადამიანს აქვს ძალიან დიდი იმედები ცხოვრების ალბათ უმეტესობას მაინც და სიმღერა არის იმაზე რომ ხშირად ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ ძალიან ბევრს წვალობენ მაგრამ ეს შრომა არ ფასდება და ამაზე გვინდა და გავუკეთებინა სიმღერა ხო და კარგი იქნება ალბათ მომავალში ოდესმე თუ იქნება ესეთი სამყარო რომ ადამიანის შრომა იქნება დაფასებული არის ქვეყნები სადაც ამის ნაკლები პრობლემაა მაგრამ უმეტეს მსოფლიოში ალბათ ჩვენი მოსახლეობის 80% თუ მეტი არა არ იღებს იმას რასაც დებს რა ამაზე გვინდა და გავუკეთებინა სიმღერა და გზაზე ერთი კაცი მიდიოდა არის კიდე რომანი ოთარ ჭილაძის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის და როგორ დაგვეწყო ეს ფრაზა არ ვიცოდით როგორ დაგვეწყო და მახსოვს ვrčებოდი დედაჩემთან ჩემს სახლში უბრალოდ მე რაც ცოლი მოვიყვანე სხვაგან ცხოვრობთ და მაშინ არავინ არ იყო ჩვენთან ჩემი ცოლი წასული იყო ბავშვებთან ერთად და იქ ვrčებოდი დედაჩემთან მამაჩემთან და ძილის წინ იქ მიდევს ჩემი წიგნები და სანამ დავიძინებდი ესე ოთარ ჭილაძე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და ეგრე დავიწყოთ თქო სიმღერა თქო და დავიწყეთ ეგრე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა გოლიათი იმედებით აკა ხა ჩვენ რომ იმღერეთ საქართველოა ბევრი პერიოდის დაჭირდა მაგ სიმღერას რაღაცა შესავალი ნაწილი სხვა იყო მე ეს საქართველოას სხვა ნაწილი იყო და ჩვენმა ბიჭებმა არ ვიცოდი გამოგუშვა თუ არა კი არა არც მუშაობდით უბრალოდ ესე ტელეფონში მქონდა ჩაწერილი გინდა მოგასმენინო როგორ დაიწერა ეგ სიმღერა პირველი ჩანაწერი ამისი ეს ვის ეს რაღაც ქუჩაში ვარ მივდივარ და უცებ ეს მომივიდა და ეგრე მივიღე და ამით დავიმახსოვრე რომ ეს მელოდია არის და მე მელოდიას აკეთებდი? ხო, ნუ მელოდია სიმღერაში ყველაზე მთავარი ჩემი მელოდია და ის იდეა რაც გინდა რომ თქვა. და მე იყო მე სხვა დღეს ეს ჩემი გაშლილი ხელი. ეს პეს ჩემს ლზინავს და იმიტომ უღერი ჩუმად. აჰა. ხო და ეს ორი რაღაცა მქონდა ეს საქართველო და თავიდან ეს საქართველო და მეორე ეს და ის რაღაც სხვა იყო ეს სხვა იყო და მე ბიჭებმა რომ ძალიან გვასახელეს და გავიდნენ შესარჩევზე ევროპის ჩემპიონატის იმდენად ბედნიერი ვიყავი და ისეთი გახარებული ვიყავი რომ რაღაცნაირად მივხვდი რომ ამ ყველაფერს და საერთოდ რაღაც სიმღერა უნდა მიგვეძღვნა და ეს ორი სხვადასხვა ავიღე გიტარა და გავაკეთეთ სიმღერა. ფიქრობდი რომ ეგეთი პოპულარული გახდებოდა ეგ სიმღერა? არა, არ ფიქრობდი. მაგრამ გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. საერთოდ ოცნება იყო ჩემი რომ სტადიონზე ჩაერთოთ ჩვენი სიმღერა და პირველად როცა ჩართეს საქართველოა ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ რავი ძალიან
არიცი რა არის, არასდროს არიცი რა სიმღერა მოეწონება ხალხს და რა სიმღერა არ მოეწონება. რა სიმღერა გახდება პოპულარული, რა სიმღერა არ გახდება. შენ რა თქმა უნდა ყველა სიმღერა მოხსოვს, იმიტომ რომ გონია რომ ყველა კაია, სხვანაირად უბრალოდ არ გამოუშვებ. ხო და თან გააკეთე სუბიექტური მომენტი, რომ აი გონია რომ აუ ხო კაია და მე ვისაც ასმენინებ, ძირითადად იმათაც მოსწონთ, იმიტომ რომ მაინც ერთი წრე ვართ ახლა ქუჩაში ხო ვიღაცას არ მოსმენინებ, მაგრამ აი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა გეუბნება ხო კაია, ეს აგრა წაიღებს, მაგრამ ძირითადად ეგრე არ ხდება ხოლმე. ხო და აი საქართველოზე არც კი ახლა მეგონა რომ ხალხს მოეწონებოდა რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ესე მაგრად თუ წაიღებდა ასე ვთქვათ სიმღერა არ მეკონა. შენი პირველი სიმღერა რომელი იყო? გეგის ლექსზე, ეგრე ქვია. ჩემი მეგობარი გეგის ლექსზე და ეგ იყო პირველი სიმღერა, მაქედან დაიწყო ყველაფერი. გეგის ძალიან მიყვარს ერთი გოგონა, რომელიც მისი ცოლია, ნინცა და 2004 წელს მიდიოდა ნინცა ამერიკაში და მაშინ ამერიკა იყო ძალიან შორს. ეხლა შორს არის, მაგრამ მაშინ უბრალოდ ამერიკაში ჩასვლა იყო წარმოუდგენლად რთული და ესე ვერც ვიზას ვერ აიღებდი, ვერაფერს ვერ ზავდი და იცოდა გეგიმ ჩემო მეგობარმა, რომ ერთი წელი თავის შეყვარებულს ვერ ნახავდა და ძალიან წყდებოდა ამაზე გული რა თქმა უნდა. ხო და მითხრა რომ რაცო საჩუქრებიო რაც შემეძლო ყველაფერი ვაჩუქეო უკვე და რა ვაჩუქო უკვე აღარ ვიციო და მეო ლექსი მაქვს რაღაცო და ჩვენო გიტარაზე უკრავ მე უბრალოდ გიტარაზე უკრავდი და ხო არ ვაჩუქოთ რამე საჩუქარიო და ამე თელიღამი ვიჯექით დავსხედით და დავწერეთ სიმღერა რომელიც ჩაუწერეთ რაღაც ვიდეო ჩაუწერეთ დისკზე ჩაუწერეთ და მივეცით თვითფენოვში რომ ჯდებოდა და ეს იყო პირველი სიმღერა და აქედან დაიწყო მე უკვე ყველაფერი მგზავრების ამბები პირველმა სიმღერამ მომცა ის მუხტი რომ რაღაც მეგობრებს მოეწონათ მე მეორე სიმღერა მე მესამე და მე ეგრე რა შეიცვალა შენში რაც შენი შვილები დაიბადნენ პასუხისმგებლობა ალბათ რა უფრო მეტი პასუხისმგებლობას იღებ და ცხოვრებას უფრო სხვანაირად უყურებ რომ იცი რომ უკვე შენ მარტო აღარ ხარ შენი თავის გარდა კიდე ყავს სხვა ადამიანები ვისაც ძალიან ჭირდები. ყოველ შემთხვევაში პირველი 15-16 წელი და მე უკვე იმათაც თავის ცხოვრება ექნებათ და მე უკვე სამწუხაროდ ისე აღარ დაჭირდები. მაგრამ მამობა ძალიან გვიან შემოვიდა ჩემთან სხვათა შორის. თავიდან რომ გაჩნდა ჩემი შვილი ლიზიკო, მეგონა რომ იმ წამსვე რაღაცას ვიგრძნობდი და რომ ვერ ვიგრძენი ისეთი ვერაფერი ძალიან მეწყინა. იმიტომ რომ ჩემი ბევრი მეგობარი მეყვებოდა რომ აუ ეხა აი ხელში რომ დაიჭერ მიხვდები რა აი შენი ცხოვრება გადატრიალდება და რა ვაფერ გადატრიალდა უბრალოდ რა ბავშვები ვიყავი ხელში და ძალიან ნერვიულობდი მე მაგაზე რომ მეოთხარი მე ალბათ უგრძნობი უემოციო ცუდი ადამიანი ვარ თქო. და მე ეს ჯერ არავის არ ვეუბნებოდი ამ ჩემს გულის ნადებს და მე უთხარი ჩემს რამოდენიმე მეგობარს რომ ბიჭო რაღაცნაირად ვერ ვგრძნობ რომ მამა რო გავხდით თქო ვერ ვგრძნობ საერთოდ თქო რა და აღმოჩნდა რომ მარტო მე არ ვიყავი ეგეთი და არსებობს თუმე ფსიქოლოგიაში ეგეთი ამბავი რომ გვიან მამების დიდი ნაწილი გვიან ხვდება რომ გახდა მამა რაც ჩემ ცოლზე არ იყო ეგრე ჩემ ცოლი იმ წამსვე დედა გახდა და იმ წამსვე შეიცვალა ასე ვთქვათ მუსიკა რომ არ ყოფილიყო ეს გააკეთებდი ბიზნესმენი ვიქნებოდი მიყვარს რაღაცები მე სამწუხაროდ არაფერი არ გამომდის, მაგრამ აი რაღაცების შექმნა მიყვარს რა. რაღაცას რო აკეთებ, ან ავეჯზე ვიმუშავებდი, ან რაღაცას აი შექმნა მანიჭებს რაღაცის სიამოვნებას რა. სამწუხაროდ ხო გეუბნები, უნიჭო ვარ ბევრ რაღაცაში, აი ძირითადად არაფერი არ გამომდის. მაგრამ მიყვარს ადამიანები, ვისაც გამოსდის და ალბათ შემიძლია გავყიდო, ამიტომ რაღაც ბიზნესი მექნებოდა. ავეჯის მაგალითად. რას ქვია უნიჭორო ხარ? ანუ რას ნიშნავს ისეთ კარგ სიმღერებს წერდა? მადლობა. ეხა აქ მაქვს მესამე თამაში? მიღარ იმიტომ ძალიან კაი თამაშია. ო. აბა მანახ. შენ? სამივე მოგაცი? კი. სამივე. ერთი ამოარჩიე.
აწყო. ვის შეხვდები ახლა? ახლა ვის შევხვდებოდი? ტარანტინოს. მაგის ის ვკითხულობ უბრალოდ და მაინტერესებს რაღაცები. კვენტინ ტარანტინოს შევხვდებოდი ახლა. და რას ეტყოდი? ხელოვნებაზე დავალაპარაკებოდი. ძალიან მაინტერესებს მის ფილმები ძალიან მიყვარს და რაღაც კითხვებს დაუსვამდი. რატომ გადაწყვიტა რომ მაინც და მაინც 10 ფილმი უნდა გადაიღოს და მეტი არა. რატო იღებს ეს შეიშვიათად ფილმებს? ბრედ პიტის პერსონაჟი ახლა აქ კლიფ ბუთი რატომ არის ცოლის მკვლელი და ასე შემდეგ. ვერ კითხავს დაუსვამდი. ვის შეხვდებოდი ახლა? მერილ სტრიპს. მერილ სტრიპს ჩავხვდებოდი, სასწაული ქალია. უდიდესი, ალბათ ყველაზე მაგარი მსახიობი. ნუ დღესდღეობით ვინც სოცხალია 100%-ით და საერთოდ მსოფლიო კინოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი, რომელიც დადგება ესეთ დიდ მსახიობებთან. გვერდზე ანა მანიანი, მერილ სტრიპი და ასე შემდეგ. ვის ეტყოდი მადლობას? დედა ჩემს. რატო? რავი, ბევრი რაღაცის გამო. იმისთვის ვეტყოდი მადლობას, რომ მადლობა იმისთვის, როგორიც არის, მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა ჩემთვის და რასაც კიდე გააკეთებს. მაგასთვისაც მადლობას ვეტყვი. ისე ვნები ხოლმე ხშირად? კი, ვეუბნები. რას დათმობდი? რავი, ჯერ ამაგ დასათმობი რომ. არც არ დავთმობდი რა. რატო? ხო გეუბნები, არაფერი არ მაქვს ისეთი რომ დავთმო, რაც მენანება, ანუ რასაც დავთმობდი ეგეთი არც არ დავთმობდი რა. ბევრი არაფერი არ მაქვს სიყვარული ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების და მაგას არ დავთმობ არასდროს. არც მუსიკას არ დავთმობ. არც, ხო რა, არაფერს არ დავთმობდი. ეხა მე ბოლო კითხვას დაგესმოდა და გამშვიდობები. კარგი. აი ეხა წარმოვიდგინე შენი შვილები უყურებენ ამ პოდკასტს ჩვენ საუბარს და აი რას ეტყოდი და თითო რას გეტყოდი ეხა უყურებენ თუ მომავალში? მომავალში. რას ვეტყოდი? ჩემთვის მაინც პატარები ხარ. და ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხართ ბავშვებო თუ დიდებო. სულ მეყვარებით. გამოგვიარეთ ხოლმე. არ დაგივიწყოთ და თქვენი. მაგას ვეტყოდი. აი ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავი და ეხლა ის ერთი სიმღერაც სიმღერა. სიამოვნებით. აბა წავიდა. მე ვარ ვინც ლექსებს დაგიწერს მე ვარ ვინც გიძღვნის სამ სიტყვებს მე ვარ ვინც გულში ჩაგიკრავს არსად იქიდან არსად გაგიშვებს თუკი შესევ და წაგიღებს მე ვარ ვინც გაგახალისებს ნეტა მე მეტი შემეძლოს შენთვის მე ყველაფერს გავიღებ გამოვიდა და მართლაც გამოვიდა გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს შენი ამბავი გამოვიდა და მართლაც გამოვიდა გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს შენი ამბავი შეხა ვინც ჩვენი სიყვარულსაც და ულებს სიხარულზეა ვინც სიტყვას ასხივებს ერთად არაფერი შეგვაშინებს შეხა ვისი სიტყვაც მაღლიცებს შენზე ფიქრი არ მაძინებს ვები ჩვენ თუნდაც გვაწვდეს თუ სიზმარიან უგამაღვიძე გამოვიდა და მართლაც გამოვიდა გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს შენი ამბავი გამოვიდა და მართლაც გამოვიდა